მოგისალმებით, ჩემო მეგობრებო. დღეს მინდა გაჩვენოთ ჩემი ხუჭუჭთმიანი გოგო. ეს არის თოჯინა, რომელიც ფაქტიურად გადაგდებული ქონდათ უკვე ბავშვებს და იყო უფუნქციო. ნახეთ, როგორი ლამაზი გოგო გამოვიდა. აი ეს. ეს არის თოჯინას ზარდახშა, აგაც იგივე პრინციპით. განახებთ, გაჩვენებთ. აი ზარდახშისთვის გამოყენებული მაქვს აქაც არაჟნის თუ მაიონეზის ქილა, ხოლო ზედატანისთვის გამოყენებული მაქვს პოლიეთილენის ბოთლი, არა აქვს მნიშვნელობა კოკაკოლის იქნება თუ რა, ზედატანისთვის. ქუდისთვის აქაც გამოყენებული მაქვს მუყაო, ხოლო ეს ზედანაწილი არის ყავის თავსახური. თმებისთვის ანალოგიურად გამოვიყენე საქსოვი ძაფი. თოჯინა რო არ ყოფილიყო უფუნქციო, ამიტომ გადავწყვიტე მიმეცა მისთვის დანიშნულება და გამეკეთებია ესეთი თოჯინა ზარდახშა, ეგრეთ წოდებული შკატულკა. თუ კი როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს, დაწერეთ კომენტარებში, მკითხეთ ნებისმიერი კითხვა, დამისვით ნებისმიერი კითხვა. აუცილებლად გავცემ ყველა კითხვას პასუხს და თუ კი იქნება სურვილი იმისა, თუ როგორ ვაკეთებ თანმიმდევრით ამ ყველაფერს, ეგრეთ წოდებული MK, ანუ მასტერ-კლასის ჩასატარებლად მზად ვარ. გადავიღებ ვიდეოს ნაბიჯ-ნაბიჯ. გასწავლით ამ ყოველივეს. მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი შვილებისთვის და თქვენთვისაც.